მოგესალმებით, მე ვარ გიორგი ახილაძე, ენდურო მოტოსპორტსმენი. დღეს მინდა გაგაცნოთ ჩემი მოტოციკლი, რომელთაც ვიღებ მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატში. ეს არის KTM 300 ორტაქტიანი და მინდა განახოთ დღეს როგორი განსხვავდება სხვა მოტოებისგან ჩემი კონკრეტული მოტოციკლი. აქვს განსაკუთრებული ამორტიზაცია, რათა მარტივად გადავაღოს ნებისმიერი ხელოვნური თუ ბუნებრივი დაბრკონება. განახებთ შემდეგ მნიშვნელოვან დეტალს, ეს არის ჩემთვის საბურავი. კარგი საბურავი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე კარგი შედეგისთვის. ამ ეტაპისთვის ვირჩევ ასევე შემდეგი დეტალი, ეს არის ზრავი და გადაცემები. ორტაქტიანი, შიდაწვის ზრავი, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ელექტრო მოტოციკლს მე არ ვაღიარებ. ორტაქტიანი არის იდეალური თანამედროვე ზრავი და მზად არის ნებისმიერი ბუნებრივი პირობებისთვის. გაგაცნოთ ჩემთვის მნიშვნელოვან ეკიპირებას. მოტობოტი უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი და ასევე უნდა იყოს კომფორტული, რომ ფეხი არ დაგიზიანოს და ასევე კომფორტული უნდა იყოს იმისთვის, რომ კარგი შედეგი აჩვენონ და დისკომფორტი არ ქონდეს შეჯიბრის დროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დამცავი ეს არის სამუხლე, იგივე ბრეისი. მუხლი არის ის სახსარი, რომელიც ყველაზე ხშირად ზიანდება მოტოსპორტზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სახსარი იყოს აუცილებლად დაცული ხარისხიანი სამუხლე. ყურადღება მიაქციეთ აუცილებლად იმას, რომ გქონდეს ჩაფუძ ომოლოგაცია, ასევე მნიშვნელოვანია წონა, რადგან 100 გრამის სხვაობას ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენს 2 საათიან, 3 საათიან და მეტ როლებში. წარმატებებს გისურვებთ, შეხვდებით ხვალინდელ მეორე ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატის. ჯერჯერობით ვთვლიდე, რომ პირველი ეტაპი მე მოვიგე და დიდი იმედი მაქვს, რომ მეორე ეტაპსაც ისევე როგორც პირველი ეტაპი მოვიგე უმტკინელოდ, ასევე მოვიგებ მეორე ეტაპს. წარმატებები. მე ვარ თამარ ლობჟანიძე, ვარ 15 წლის და ვარ ენდურო ბოლერი. გიორგი ოთიაშვილი, საქართველოს მოტოფედერაციის ენდურო მიმართულების ხელმძღვანელი. დათო კიკალიშვილი, საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. მე ვარ ბადრი ნაბელიშვილი, 62 წლის მოტოსპორტსმენი, ენდუროისტი, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა რა. მაგარი შეჯიბრი იყო. ძალიან ცხელი შეჯიბრი იყო, ამიტომაც მაგალითად გაგვიმართლა, იმიტომ რომ წვიმა ეწელა იდეაში და მზიანი ამინდი აღმოჩნდა. დანარჩენი რა გითხრათ? აგერ ხედავთ ყველაფერს. გადა როგორ მოხდა, როგორ დამთავრდა. საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი მოვიგე, რომელიც არის თელავში, პირველი ეტაპის მოვიგე, წრიულ შედეგებში ლიდერობ და გეგმის მიხედვით მივიღე კიდევაც შედეგი. პირველად როგორც მახსოვს, ვიყავი 7 წლის და ეს ინტერესი გამიჩნდა მამაჩემისგან, მამაჩემი ასევე მოტორბოლელია და ასევე ჩემი ძმაც. დღეს გვაქვს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი, ენდუროს ჩემპიონატის, სადაც იმართება როგორც ბავშვების, ასევე დასრულების დიდების შეჯიბრი. დიდებში არის 3 კლასი, მოყვარული, მოდერეითი და ექსპერტის კლასი. თელავის მოტოდრომზე იმართება საქართველოს მეორე ეტაპი, ენდურო ჩემპიონატის. მიმდინარეობს ბავშვების ვარჯიში. გაგვიმართლა, რომ შევძელით ამ დისციპლინის პოპულარიზაცია და განვითარება. დაახლოებით 20 რაიდერი იღებს მონაწილეობას. შემდეგ გაიმართება უკვე ენდურო კროსის შეჯიბრი, სადაც დაახლოებით 50 რაიდერი იღებს მონაწილეობას. ხო, აი ეგ საინტერესო კითხვა. 10 წლის უკან ვეზიარე ამ დიდ სიამოვნებას, იმიტომ რომ ჩემი შვილები დარდნენ ენდუროზე და მინდოდა მათთან გავყოლოდი და მეკონტროლებინა, ეხლა ოჯახის კაცი ვარ, ოჯახი მიყვარს და მაგის გამო მინდოდა შვილებთან ყოფილიყავი და მაგიტომ ნელა-ნელა შევეპარე და მე ისე მომეწონა თან ცოტა შევეჩვიე, ვისწავლე ტარება და გამომივიდა კიდევაც და რა ვიცი, დღესდღეობით სერიოზულად დავდივარ. არაფერი რთული არ იყო, ტრეკიც ძალიან კარგი იყო, სწრაფმოვარდნი იყო, ერთ-ერთი სირთულე ჩემთვის იყო ტემპერატურა, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, დრო, რომელიც 20 წუთი და საკმაოდ რთულია მერწმუნეთ 20 წუთი, როცა ხარ სტრესში, დატვირთვაში და პლუს ამას ემატება მაღალი ტემპერატურა და წერე. როგორც თქვი, მამაჩემი არის მოტორბოლელი და
პატარაობიდან მაინტერესებდა. ადრე მულტფილმების მაგივრად უმეტესად ენდუროს ვიდეოებს უყურებდი და დაინტერესებული გავხდი. საქართველოში ენდურო დაიწყო უბრალოდ მეგობრები დავდიოდით ენდუროში და უბრალოდ კატაობდით, ვერთოვოდით. თუმცა შემდგომ დაგვაინტერესა საზღვარგარეთის შეჯიბრებებმა, იგივე მიმართულებები გადმოვიტანეთ საქართველოში. გავაკეთეთ ბავშვების სკოლა, რადგან განვითარების ერთ-ერთი საწყისი წყარო არის ბავშვები და მათი გაზრდა, ასე ვთქვათ. 2011 წლიდან მე და ჩემმა მეგობრებმა, როდესაც დავიწყეთ ამ სახის მოტო დისციპლინის შეყვარება, რაიდი, ამ ყველაფერმა სტარტი მისცა დღევანდელ დღეს. ფედერაციის განვითარება, დარგების მიმართულების განვითარება და დღესდღეობით გადაიზარდა მასშტაბურ ღონისძიებაში. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას და თითქმის დღეს ერთი გამოვტყობე რაღაც გარკვეული მიზეზის მაგრამ დანარჩენ სულ ღებულობ. ეხლა კრო ჯორჯი ამოდის მით უმეტეს ყველაზე საინტერესო შეჯიბრი, რა ვიცი. მთელი საქართველოს უნდა გადავიაროთ, საინტერესო არის ძალიან. და მაგისთვის ვებზადები სერიოზულად. ფიქრობ საპრიზოზე ნახოთ, შევეცდები რომ გავიდე. ჩემი აზრით ჩემი გინესის რეკორდი იყო ჩემ კარიერაში და არის ერთ-ერთი ძალიან კარგი და სასიამოვნო მომენტი იყო, როდესაც მოხსენი გინესის რეკორდი მოტოციკლით შავ ზღვაზე გავიარე 33 კილომეტრი და თავარი მანძილი და წყალსიარული იყო ის, რომ ჩემთვის კუმირი ადამიანი ვინც არის როი მედისონი, მაგ ადამიანს მოუხსენი თითო რეკორდი. და მე მაგისენი პირადად ვნახე, პირადად ვესაუბრე და უფრო ემოციები და ეს მოგონება ყველაფრად ღირდა. მოკლედ რაც მაგ მომენტში ჩავდე და ენერგიაც დაუთმე მაგ რეკორდს. პირველი სუის მომდის თავში, რომ ალბათ რამდენი შეიძლება დაკარგოს ადამიანმა, ვინც ეს სპორტი არ გასინჯა. იმიტომ რომ ვისაც უყვარს ბუნებასთან სიახლოვე, მთა, ბარი, ეს არის იდეალური საშუალება, რითიც შეიძლება განიტვირთო. საიდანაც არ უნდა დაიწყო, ყველასთვის არის ეს სპორტი. არის მოყვარულისთვის, არის როგორც ვთქვით უკვე საშუალო დონის რაიდერისთვის და არის ასევე ექსპერტის რაიდერისთვის, ვინც რა ვიცი, შეჯიბრებებზეც იღებს მონაწილეობას და ასევე საზღვარგარეთაც ყოფილა შეჯიბრებებზე, როგორც არის Red Bull Romaniaksi, Erzberg Rodeo და ასე შემდეგ. სპორტის სამინისტროს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების დახმარებით განვითარებთ ამ მიმდინარეობას. საკმაოდ დიდ არეალზე არის უკვე გასული, ძალიან დიდი ინტერესი არის ქვეყნის მასშტაბით და დღეს გვაქვს იმის საშუალება, რომ გავმართოთ ამ ტიპის ღონისძიებები. წელიწადი დახუნძლული არის სხვადასხვა მოტო დისციპლინის ღონისძიებებით და გვაქვს იმის იმედი, რომ ყოველ წელს დიდ ნაბიჯებს გადავდგავთ, რომ განმოვითაროთ მოტოსპორტი საქართველოში. ჩემთვის ენდურო არის სამყაროდან გასვლა და თავისუფლება. ძალიან მიყვარს ენდურო. 10 წლის უკან რო დავჯექი ენდუროზე, მანამდე აზზე არ ვიყავი, საერთოდ მოტოზე არ ვიყავი დამდგარი და იმდენად საინტერესო არის. შედიხარ განსაკუთრებით ენდურო, ბუნებასთან შედიხარ ჭიდილში რა, რომელიც ძალიან მაგარი რამე არის რა. ბუნების ნაწილი ხდება. და კიდევ რაც ყველაზე მთავარი არის, მოტოს ახასიათებს ეს, რომელიც არც ერთ ტრანსპორტს სხვას არ ახასიათებს, არც 4 თვალა ტრანსპორტს, გინდა Ferrari იყოს, Lamborghini, თავისუფლების შეგრძნება რა, რომელსაც იღებ მოტოსგან. ეს არის რაღაცა სასწაული. ისეთი ადრენალინია, რომ არ ვიცი. ძალიან მაგარი შეგრძნება და ურჩევ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ასაკ მნიშვნელობა არ აქვს, 62 წლისა ვარ. ადრეს ვთქვი და მოკლედ ალბათ ჩემი ცხოვრება იქნება ამასთან დაკავშირებული. რამდენი ხანი, რა ვიცი, 10 წელი იქნება თუ მეტის არ შევეშლები მე ამ სპორტში. იმიტომ ძალიან მაგარია, ძალიან. და ურჩევ ყველას რა, შემოერდეს ენდუროს. ამაზე ჯამთელი სპორტი არ არსებობს. მონაწილეობ 14-დან 18 წლამდე ბავშვების კატეგორიაში და ვიტყვი რომ დიდი ხანია ვიღებ. წინა წელს არ მიმიღია, მაგრამ წელს დავიწყე და განვაგრძობ ესე. მე ნაღდი ენდურო უფრო მიყვარს. გულახდილად რო ვთქვათ, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს ამოუწურავ რესურსს, დაათვალიერო საქართველოს
ისეთ ადგილებში მოხდეს, სადაც ადამიანი შეიძლება არც არის ნაყოფი, არამედ რაც მოტოტექნიკა. ძალიან დიდი სითბო არის თვითონ ადამიანებში, რომლებიც დაკავებულები არიან ენდუროს და მოტოსპორტის მიმართულებით.